ყოფნა თქვენ ბრძანდებით მე გახლავართ მე გახლდით მოსვლა მობრძანდით გეახელით გეახლებით ჭამასმა მიირთვით გეახელით გეახლებით აღება მიცემა ინებეთ მიბოძეთ თქმა მიბრძანეთ მოგახსენებთ შეგიძლიათ უკანასკნელი წყვილის ცალებზე მიაქცევინოთ ყურადღება და აუხსნათ, რომ ზოგჯერ თავაზიან მეტყველებას კი არ გამოხატავენ, არამედ ტერმინოლოგიური მნიშვნელობა აქვთ შეძენილი. მაგალითად, როდესაც თანამდებობის პირი ხელქვეითებს მიმართავს, მის ნათქვამში საკითხი შეისწავლეთ და მომახსენეთ სავსებით სწორადაა ნახმარი და მოსაუბრის სოციალურ იერარქიაში უპირატესობის აღსანიშნავად გამოიყენება. იმავე დანიშნულებითაა ნახმარი ფორმა ვბრძანებ შემდეგ წინადადებაში. ქალაქში დაძაბული ვითარების შექმნასთან დაკავშირებით ვბრძანებ გამოცხადდეს კომენდანტის საათი საღამოს 8 საათიდან დილის 8 საათამდე. აქვე შეიძლება ერთ გავრცელებულ შეცდომაზე საუბარი. ნება მიბოძეთ, ნება მომეცით. ბრძანებითი კილოს ეს ფორმულა მხოლოდ პირველი პირის ფორმით არსებობს. ამიტომ შეცდომაა მისი სხვა პირებისათვის მისადაგება. მაგალითად, მიუღებელია მიმართვა ნება იბოძეთ. მის ნაცვლად უნდა გამოვიყენოთ რთული ზმნა კეთილინებეთ. მისალმება გამოთხოვების ენობრივ ფორმულებზე მსჯელობისას უნდა აღნიშნოთ, რომ ქართული ენა ყოველდღიური ურთიერთობის სხვადასხვა შემთხვევაში ხმარებული ფორმულებიდან ყველაზე ხშირად სიტყვა მშვიდობას იყენებს და რომ ეს შემთხვევითი ფაქტი არ არის, რომ ენამ ისტორია ასახა და ყოველთვის მშვიდობა იყო სანატრელი ომით დაღლილი ქართველებისათვის. მოსწავლეების მონაწილეობით დაფაზე ჩამოწერეთ შემდეგი ფორმულები. აქა მშვიდობა ვინმესთან შინ სტუმრობისას, განსაკუთრებით პირველად მისვლისას, დილა მშვიდობისა, დილით მისალმებისას, საღამო მშვიდობისა, საღამოს მისალმებისას, მშვიდობით გამოთხოვებისას, მეტადრე დიდი ხნით ან სამუდამოდ დაშორებისას, ღამე მშვიდობისა, ღამით გამოთხოვებისას, გზა მშვიდობისა, სამგზავროდ მიმავალთან გამოთხოვებისას, მშვიდობაში ახალი შენაძენის, მათ შორის და განსაკუთრებით ჩასაცმელის მილოცვისას. სალამი, რომელიც ქართული წარმოშობის ძირი არ არის, ასევე მშვიდობის სურვებას ნიშნავს. ცალკე იმსჯელეთ ზოგიერთი გავრცელებული შეცდომის პრევენციისათვის. მაგალითად, ეტიკეტის ფორმულები სალამი, ბოდიში, კარგი, კეთილი დიალოგში ფართოდ იხმარება მეორე პირისადმი მიმართვისას. რადგან არც ერთი მათგანი ზმნა არ არის, თ ნიშანი მათ არ სჭირდებათ, არც ნამდვილ მრავლობითში და არც თქვენობით პატივისცემით მიმართვისას. განსაკუთრებული ყურადღება მიაქცევინეთ მოსწავლეებს ორ მათგანზე, სახელდობრ ბოდიშსა და დასტურის კარგზე. ბოდიში და არა ბოდიშით, კარგი და არა კარგით. სწორი ფორმებია შენი ჭირიმე და თქვენი ჭირიმე და არა თქვენი ჭირიმეთ. გენაცვალე ზმნური წარმოშობის საალერსო ფორმულაა და ამიტომ მრავლობითის ფორმა გენაცვალეთ სავსებით კანონიერი და მისაღებია. მშვიდობასთან ერთად გამარჯვებასაც უსურვებდნენ ქართველები ერთმანეთს, რაც ასახულია კიდეც ერთ-ერთ მისალმებაში. გამარჯობა ორსავე რიცხვში გამოიყენება, თუმცა გამონაკლისის სახით დასაშვებად შეიძლება იქნეს მიჩნეული გამარჯობათ ერთზე მეტი ან პატივსაცემი პირისადმი მიმართვისას. გამარჯობის პასუხად კი გვაქვს რიცხვის მიხედვით გარჩეული ზმნური ფორმები. გაგიმარჯოს შენ, გაგიმარჯოთ თქვენ. ცალკე სწავლებას მოითხოვს ყოფითი ეტიკეტის მყარი გამოთქმები, მადლობა გადაუხადა, ბოდიში მოუხადა და მათი სინონიმური სიტყვები თუ გამოთქმები. აუცილებელია მოსალოდნელ შეცდომათა პრევენცია, რადგან თანამედროვე ზეპირსა თუ წერიც მეტყველებაში ძალიან გახშირდა ამ შესიტყვებათა კონტამინაციით მიღებული მადლობა მოუხადა, მადლობის მოხდა მართებული გამოთქმის, მადლობის გადახდის ნაცვლად. ასევე ხშირია მეორე პირისადმი მიმართვისას უპირისნიშნო მადლობთ ფორმის გამოყენება და სხვა. აღნიშნული ბლოკის ბოლო ორი საკითხი, სხვათა სიტყვის გადმოცემა და
როდის გამოვიყენოთ ორმაგი უარყოფა, მიზნად ისახავს მოსწავლეს კომუნიკაციის უნართან ერთად განუვითარდეს სწორი მეტყველების, იქნება ეს ზეპირი თუ წერითი მეტყველება, უნარ-ჩვევები. ეს თემები საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ ფრაზის აგების ჩვევების განვითარებასა თუ მათ სრულყოფაზე. დასახელებულ საკითხთა სწავლებისათვის პროგრამაში შემოთავაზებულია მათი შემდეგ ქვესაკითხებად დაყოფა. სხვათა სიტყვის უცვლელად გადმოცემა, პირდაპირი ნათქვამი და მასთან დაკავშირებული მართლწერის წესები, დიალოგი როგორც პირდაპირი ნათქვამის ერთ-ერთი ფორმა, სხვათა სიტყვის ირიბი ნათქვამის სახით წარმოდგენა, ირიბი ნათქვამის ორი ფორმა, სხვათა სიტყვის რომკავშირითა და სხვათა სიტყვის ნაწილაკების საშუალებით გადმოცემა. ორმაგ უარყოფასთან დაკავშირებულ გავრცელებულ შეცდომათა გასამართლებლად მოსწავლეები ხშირად ასახელებენ იმას, რომ მასწავლებლებმა მათ ორმაგი უარყოფა ქართული ენისათვის უცხო მოვლენად გააცნეს. ამის გათვალისწინებით საგანგებოდ უნდა ვიმსჯელოთ იმ შემთხვევებზე, როდესაც ორმაგი უარყოფის გამოყენება აუცილებელია, თუმცა უნდა განვიხილოთ ის შემთხვევებიც, რომლებშიც ორმაგი უარყოფის გამოყენება მოსაუბრის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ასევე განსახილველია მაგალითები, როდესაც ცალმაგი და ორმაგი უარყოფა თავისუფლად ენაცვლება ერთმანეთს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არჩევანი მოსწავლემ თავად უნდა გააკეთოს. ამით პროგრამის ძირითადი საკითხების წარდგენა დასრულდა. 2 სიტყვას რეკომენდებულ ლიტერატურაზეც მოგახსენებთ. პირველ რიგში ეს გახლავთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული მოცემული ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისი სახელმძღვანელოები და ეს ბუნებრივიცაა. ქვეყნის გარეთ მცხოვრები პატარა ქართველები საქართველოში ყოფ თანატოლებს არ უნდა ჩამორჩნენ. ვფიქრობთ, დიდ სამსახურს გაგიწევთ ავთანდილ არაბულის პრაქტიკული პედაგოგიური მიზანდასახულების მქონე სახელმძღვანელო ქართული მეტყველების კულტურა, რომელშიც ქართული მეტყველების კულტურის, მართლწერისა და მართლმეტყველების ნორმატიული საკითხებიდან ის არსებითი მოვლენები და ტენდენციებია შერჩეული, რომელთა აქტუალობა და სიმწვავე ქართული სალიტერატურო ენის განვითარების უახლეს ეტაპზეც არ შენელებულა და სამწუხაროდ ზოგიერთისა გაძლიერდა კიდეც. შემდეგი გახლავთ ჩუქია აფრიდონიძის ჩვენი ენა ქართული, რომელსაც ავტორი ჩვენი სკოლის გოგო ბიჭებს, ყველა ანოსა და ვანოს, დედაენის მომავალ ქომაგებსა და გუშაგებს უძღვნის. წიგნს საფუძვლად დაედო ამავე სახელწოდების ტელეგადაცემათა მასალა. იგი 70-მდე თემას აერთიანებს, რომლებიც ყველაზე გავრცელებულ ტიპობრივ შეცდომას ირთულეებს ეხება. ტექსტებს ახლავს კომპლექსური სავარჯიშოები. აქ თქვენ ნახავთ როგორც ორთოგრაფიულ, ასევე სტილისტიკური ხასიათის სავარჯიშოებს. ყოველ თემატურ ჯგუფს ახლავს თითო ასეთი სავარჯიშო 10-20 წინადადების შემადგენლობით. ხაზგასმული სიტყვები და გამოთქმები ხან მართებულ ფორმებს შეიცავს, ხანაც უმართებულოს. მოსწავლეს მოუწევს შეაფასოს ისინი და გაასწოროს შეცდომები. წიგნს ერთვის ტესტების გასაღები, ანუ სწორი პასუხები შესაბამისი ნუმერაციით. ამ წიგნის მესამე გამოცემას, რომელიც 2009 წელს გამოიცა, დაემატა პუნქტუაციაც. ცალ-ცალკეა განხილული ყველაზე ტიპობრივი შემთხვევები ყოველი სასვენი ნიშნის ხმარებისას სათანადო ილუსტრაციებით ურთ. ამავე გამოცემის ბოლოს იხილავთ აბრევიაციისა და სიტყვის დამარცვა გადატანის წესებს. სიტყვა ფორმების საძიებელი კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის წიგნს სწავლების პროცესში გამოსაყენებლად. და ბოლოს გსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ პროგრამის ნებისმიერი პუნქტი, ცალკეული თემა თუ საკითხი თქვენგან შემოქმედებითობას მოითხოვს. არც საკითხავი მასალისა და რეკომენდებული ლიტერატურის ჩამონათვალია შეუცვლელი. ერთადერთი, რაც ამ პროგრამის მიხედვით განუხრელად შესასრულებლად გვესახება, ის გახლავთ, რომ გრამატიკული კატეგორიებისა და კანონების სისტემური სწავლება სამომავლოდ უნდა გადავდოთ და სავალდებულო გრამატიკული ცოდნის მიწოდების ნაცვლად
მოსწავლეებს ქართული ენის ბუნება დავანახოთ, შევაგრძნობინოთ მისი ნაირგვარი შესაძლებლობები და მისდამი საკუთარი დამოკიდებულება გაუჩინოთ. გისურვებთ წარმატებას.